დავით მეოთხე აღმაშენებელი, მთავარი გამარჯვება, დიდგორის ბრძოლა, ძლევაი საკვირველი, სამხედრო გენია, შექმნა პროფესიული არმია, მონასპა, ჩაატარა ფუნდამენტური სამხედრო რეფორმა, დიდგორთან გამოიყენა ვიწრო ხეობა, მტრის მანევრირების შესაძლებლად, ფსიქოლოგიური ომი და სწრაფი დამანგრეველი შეტევა, ერეკლე მეორე, მთავარი გამარჯვება, ასპინძის, ერევნის, ხუნძახის ომები, სამხედრო გენია, ჩაატარა 40-ზე მეტი ბრძოლა, პატარა კახი ევროპაში ცნობილი იყო არტილერიის ეფექტური გამოყენებით და სწრაფი მანევრირებით, ვახტანგ გორგასალი, მთავარი გამარჯვება, ომები ირანის იმპერიისა და ჰუნების წინააღმდეგ, სამხედრო გენია, გამოირჩეოდა გიგანტური აღნაგობით, პირადი სიმამაცით და უბადლო ურთაბრძოლებით. გიორგი ბრწყინვალე, მთავარი გამარჯვება, საქართველოს გაერთიანება და მონღოლთა გაძევება, სამხედრო გენია, სტრატეგიული დაგეგმარების და დაზვერვის ოსტატი. მან გამოიყენა მონღოლეთის იმპერიაში და კრიზისი, სამხედრო ძალისა და ჭკვიანი დიპლომატიის სინთეზით უსისხლოდ, თუ მცირე შეტაკებებით აღადგინა ქვეყნის მთლიანობა. გიორგი სააკაძე, მთავარი გამარჯვება, მარტყოფის ბრძოლა, ტაშისკარის ბრძოლა, სამხედრო გენია, ტაშისკართან ოსმალები ხიდის ჩაკეტვით და მოულოდნელი ტაქტიკით გაანადგურა. მარტყოფში კი ირანის არმიის სარდლობის ფარული ლიკვიდაციით მტრის უზარმაზარი ლაშქარი სრულ ქაოსში მოაქცია. ფარსმან მეორე ქველი, მთავარი გამარჯვება, რომის იმპერიასთან წარმატებული დაპირისპირება და ალანების შემოყვანა. სამხედრო გენია, იბერიის მეფე, რომელმაც რომის იმპერატორ ანტონიუს თავი აიძულა, ანგარიში გაიწია სართული სახელმწიფოსათვის. შალვა და ივანე ახალციხელები, მთავარი გამარჯვება, შამქორისა და ბასენის ბრძოლები. ქაიხოსრო ჯაყელი, მთავარი გამარჯვება, ოსმალეთის და ირანის ექსპანსიის შეკავება სამცხე-საათაბაგოში. სამხედრო გენია, სამცხე-საათაბაგი, რომელიც გამოირჩეოდა ციხესიმაგრების დაცვისა და პარტიზანული კონტრშეტევების უბადლო ორგანიზებით, რთულ მთიან რელიეფზე. პეტრე ბაგრატიონი, მთავარი გამარჯვება, ბოროდინოს, შენგრაბენისა და აუსტერლიცის ბრძოლები. სამხედრო გენია, ევროპულ ასპარეზზე მოღვაწე ქართველი გენერალი, ითვლებოდა არიერგარდული უკანდახევის საფარველი ბრძოლების მსოფლიო დონის ოსტატად. თავად ნაპოლეონმა მას რუსული არმიის საუკეთესო გენერალი უწოდა. ივანე ანდრონიკაშვილი, მთავარი გამარჯვება, ახალციხის და ბაშკადილარის ბრძოლები. სამხედრო გენია, ყირიმის ომის გმირი. ახალციხის ბრძოლაში მან 10,000-იანი კორპუსით გაანადგურა ოსმალეთის 40,000-იანი არმია, რამაც კავკასიის ფრონტის ბედი გადაწყვიტა. გავიხსენოთ წინაპრები და მათი კვალ-დაკვალ ვაშენოთ ძლიერი ქართული სახელმწიფო. არ დაგვავიწყდეს ვისი გორისა ვართ, ერთობაში ეძალა და ამ ერთობით შევქმნათ მომავალი, რომელსაც ჩვენი წინაპრები იმსახურებენ.